Ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კიდევ ერთი საფუძველი გვქონდა დღეს გიას მოწვევისა. საქმე ის გახლავთ, რომ 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გვაქვს პრემიერა სრულიად ახალი ეთნო კონცერტისა სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა. სწორედ ამ ახალი კონცერტის მონაწილე გახლავთ გია ბურჯანაძე. აქვე გეტყვით, რომ ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები.g. გელით. შემოგია, მოდი გადავიდეთ ახლა ამ ჩვენ საერთო სიახლეზე ამ პრემიერაზე, რომელსაც ვამზადებთ და გულდასმით ველოდებით. არის ასეთი ქვეყანა. ბარაქალა თქვენ, შენ და ბატონ ჯემალს, რომ აი ეს დიდებული საქმე წამოიწყეთ. სხვათა შორის ჩვენ გქონდა ახლა არ ვიცი მაყურებელს ახსოვს თუ არა, ამის გამოცდილება ერთად გავაკეთეთ ჩვენ, მაშინ ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობა გითხრა რომ აბაო თუ და ცხონებული თემური მღერო და ციკლაური ცხონებული თემურ ჩალაბაშვილი ლექსებს თავის ლექსებს და მე ვკითხულობდი ისტორიებს და ეს ჩვენი გაკეთებული იყო და ეს ოპერის თეატრში შესდგა ესა. მართლა ძალიან დასამახსოვრებელი და სამბესტავი გამოვიდა. იყო ისეთი დაძაბული იყო და ამის გამოცდილება გვაქვს ჩვენ და ისე მიხარია რომ თქვენ მიყვებით ამ გზას. და ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენი ერი უძველესი ერი არის. ბევრი აღარ დარჩა და ბევრი რამ ისეთი გვაქვს ჩვენი იდენტობის განსხვავებით სხვებისაგან. მე ხლა არ ვაკნინებ არც ერთ სხვა ერს და არ ვადიდებ ჩემს ერს, მაგრამ ფაქტს ვიძახი. რაც აქვს 30 საუკუნოვანი დაწერილი ისტორია გვაქვს. ბევრი რამე არის ხომ ამ ჩვენს საღამოზე. წინარე ქრისტიანული, შემდეგ ქრისტიანული. ეს ორივე ჩვენი განუყოფელი ნაწილი არის. ჩვენი იდენტობის, ჩვენ სულში ჩადებული და აუცილებელია ეს, იმიტომ რომ თაობები მოდის, როდესაც აი ხანდახან ცოტა ისეთი ის არის. ეს მარტო დღეს არ ხდება. წინა საუკუნეებშიც მომხდარა ეგეთი რამ, აი მე-18 საუკუნეში გაუცხოება არის შენი ფესვების მიმართ და ეს აუცილებელია რომ ყველა თაობა ჩვენ უნდა უკარნახოთ ვინ ხარ შენ, საიდან მოდიხარ და როდესაც ეს კარგად გვეცოდინებათ, როდესაც ამას ვაფასებთ ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, იოლად გავიკვლევთ სად მივდივართ და რა გვინდა და როგორები უნდა ვიყოთ. და არ შეიძლება აი ამ ისტორიის შემხედვარი, ამ ფოლკლორის შემქმნელი ერის ისტორიის შემხედვარი და ამ ისტორიის საერთოდ რასაც ქვია ქართველი რასა, მაპატიეთ ეს გრიგოლ რობაქიძის სიტყვებია ჩემი არ არის, გრიგოლი რობაქიძე ხმარობდა ხშირად ამას ქართული რასა ორისთ. კი. ხო და არის ეს აუცილებლობა არის და კარგი არის და აი ძალიან გამიხარდება თუ ამ საღამოებზე ახალგაზრდები იქნებიან და ის ადამიანები, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ჩვენ შემდეგ, უნდა გააგრძელონ ის ისტორია, რომელიც დღემდე მოგვიტანა ჩვენმა დიდმა ერმა და განსაკუთრებით აი დიდმა მოღვაწეებმა. ერთ-ერთი უკანასკნელი აი ახლა ხანს წავიდა ჩვენგან, რომელმაც ერის დიდი ტკივილი წაიღო, მაგრამ ერის დიდი იმედი არის, რომ ის იქიდან ჩვენი მფარველი არის, ჩვენს უწმინდეზე ვსაუბრობ. და ეს ყველაფერი რომ ნახონ ახალგაზრდებმა. რომ გააგრძელონ ეს ისტორია, რა ჩვენამდე მოიტანეს ამ დიდებულმა ხალხმა და იმ დიდმა ერმა, რომელსაც ქართული რასა ქვია.